ფსორიაზი მედიცინისათვის კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც უჯრედების ზედმეტად სწრაფად დაყოფას უკავშირდება. თუმცა თუ საკითხს უფრო ღრმად, ასტრალურ ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ კანი ჩვენი ენერგეტიკული ველის ბოლო საზღვარია. ეს არის ადგილი, სადაც შინაგანი სამყარო გარეს ხვდება. ასტრალურ დონეზე ფსორიაზი ხშირად განიხილება როგორც ენერგეტიკული გარსის თვითნებური ფორმირება. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი შინაგანი სივრცე დაუცველია, სხეული იწყებს ფიზიკური ბარიერის გაძლიერებას გარე სამყაროს აგრესიაზე. ეს არის დაგროვილი გამოუხატავი ბრაზი ან წყენა, რომელიც ვერ პოულობს გამოსავალ სიტყვები და იწყებს ამოსვლას კანზე. დააკვირდით სხეულის რომელ ნაწილზე გამოიხატება დაავადება. თუ ეს სახსრების მიდამოა, საქმე გვაქვს მოქნილობის დაკარგვასთან ცხოვრებისეულ ცვლილებებში. თუ თავის არეშია, ეს ზედა ჩაკრებისა და მენტალური გადაწვის ნიშანია. მალამოები ხშირად მხოლოდ სიმპტომს აკრავს. ენერგეტიკულ დონეზე კი ვახდენთ აურის დეტოქსიკაციას და ვათავისუფლებთ იმ ენერგეტიკული კავშირებისაგან, რომელიც ჩვენს ფიზიკურ სხეულზე პათოლოგიურად აისახება. თითქმის ყველა დაავადების სათავე ასტრალურ ენერგიებშია. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი პრობლემა ორგანული იქნება თუ მენტალური, მხოლოდ შედეგია, მიზეზი კი ყოველთვის ასტრალურ ენერგეტიკულ კავშირებშია, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ მდგომარეობას განსაზღვრავენ.